გამოშვების ბოლოს საქართველოს და მსოფლიო ჯაზის დღის სამზადიში იუნესკოს გადაწყვეტილებით 30 აპრილს მსოფლიო ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები წელს სტამბულში შეიკრიბებიან. ჯორჯ დუკი, ჰერბი ჰენკოკი, ელ ჯერო, მარკუს მილერი, ჰიუ მასაკელა, რობერტ გლასპერი ეს მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 30 აპრილს გალა კონცერტს სტამბულში გამართავენ. ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს პირველად საქართველოც უერთდება. 250 კონცერტი 70-მდე ქვეყანაში ჯაზის საერთაშორისო დღეს, რომელიც იუნესკოს ეგიდით 2011 წლიდან აღინიშნება, უკვე საქართველოც უერთდება. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი პირველია, ვინც მეგობრებთან ერთად კონცერტს სწორედ ჯაზის დღეს მიუძღვნის. ამერიკული სტანდარტების ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს ჩვენ რეპერტუარი, რა თქმა უნდა, ქართული ნაწარმოებიც გვაქვს. ეპიცენტრი ამ დღისა არის წელს სტამბული, ესე იგი გადაწყვეტილებით იუნესკოს, სადაც ყველაზე საპატიო ელჩია მსოფლიო ჯაზის ჰერბი ჰენკოკი, ლეგენდარული პიანისტი და უზარმაზარი კომპოზიტორი და მუსიკოსი არის უდგას ამას ყველაფერს სათავეში. ქართველი მუსიკოსები ჯაზის დღეს 30 აპრილს ივენთ ჰოლში აღნიშნავენ. ბევრმა არ იცის და პირველი საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი ყოფილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში ზუსტად რომ თბილისში ჩატარდა, ამიტომ უფლება არ ჰქონდა ჩვენს, ასე ვთქვათ, ამ საერთაშორისო აქციაში ჩვენი წვლილი არ შეგვეტანა და ეს დღე არ აგვიღნიშნა. მოწვეული მუსიკოსის სტატუსით დაუკრავს ივენთ ჰოლში საქსაფონისტი ნანუკა ბითაძე. ნომერს ადრეს უკრავდი ბიგბენთან ერთად და ეხლა უკვე წლების შემდეგ, დაახლოებით 4-5 წელი გავიდა იმის მე, რაც ბოლოჯერ დავუკარი, ისევ, ასე ვთქვათ, დავუბრუნდით ამ ნომერს და გამოვდივართ ერთად კონცერტზე. ბიგბენდის სოლისტები კი მსოფლიო ჯაზის საუკეთესო კომპოზიციებს შეასრულებენ. ჩვენ კონცერტზე გაჟღერდება სვინგი, ჯაზ როკი, ფანკი, რიტმ ენ ბლუზი, ბლუზი, იქნება პოპ როკი, პოპ ჯაზი და ასე შემდეგ, ანუ მაყურებელი ნამდვილად არ მოიწია. ჩემთან ერთად იქნებიან კიდევ 9 სოლისტი და მე შევასრულებ ჯენიფერ ჰადსონის სიმღერას Love You I Do და სტივ ვანდერის Sir Duke. მუსიკა, რომელიც თავისუფლებასთან და იმპროვიზაციასთან ასოცირდება, საქართველოში უკვე მრავალი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯაზმა დაიპყრო მთელი მსოფლიო. ჯაზმა გამონახა საკუთარ თავში რესურსი, რომ სხვა მუსიკალური ენები გაეთავისებინა და ასე შეიქმნა სხვადასხვა ფიუჟენი, ასე ვთქვა. აქ არის ყველაფერი, არის ტრადიციაც, არის კლასიკაც, არის მოდერნიზმიც და არის პოსტმოდერნიზმიც. ეს არის ალბათ ერთ-ერთი უდიდესი რამ, რაც ამერიკელებმა შექმნეს. ჯაზს აქვს დიპლომატიური მისია მსოფლიოში და მნიშვნელოვანი არის მთლიან მსოფლიოსთვის. ივენთ ჰოლში გამართული კონცერტის შემდეგ მაყურებელი ჯაზ მუსიკის წლის ყველაზე გრანდიოზულ მოვლენას სტამბულიდან პირდაპირ ეთერში იხილავს. ეს კონცერტი იქნება უფასო და განსაკუთრებით არის ამ სტუდენტებისთვის და მუსიკოსებისთვის. მანამდე კი ბიგბენდი რეპეტიციებს გადის და არც მეცხრე არხის განახლებულ ეთერს ივიწყებს. პირველი, ვინც ტელევიზიას ახალი ეთერი მიულოცა, სწორედ თბილისის საკონცერტო ორკესტრია. მინდა ჩვენ მიულოცოთ მეცხრე არხს ახალი სტუდიის გახსნა და ჩათვალეთ, რომ ოდესაც ჩვენ გუდვინს ა ბობ ჯეიმს რო და შევასრულებთ, ეს თქვენ გეძღვნებათ. მუსიკა, რომელსაც არც საზღვრები აქვს და არც ჩარჩოები, 30 აპრილს თავს მსოფლიო ჯაზის მოყვარულებს მოუყრის. 19 საათზე კი თბილისელი მსმენელისთვის ივენთ ჰოლში კონცერტს ბიგბენდი მეგობრებთან ერთად გამართავს.